მე გითხარით, რომ ევროკავშირში აი ესეთი თარიღი გათმა საერთოდ არ არის მიღებული რაღაც გაწევრიანებას, არც ევროკავშირზე და არც ნატოში. და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ყველა პასუხისმგებელი ალბათ პირველ რიგში თანამდებობის პირისთვის, რომელიც ამბობს ჩვენ ამდენისთვის გავწევრიანებთ. ეს არის აბსოლუტური. შეიძლება ითქვას, რომ მცდარი შეხედულება, იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად განვახორციელებთ რეფორმებს, რამდენად გავხდებით დემოკრატიული. თუნდაც ვთქვათ, აი ამ ვაჭრობაზე, რომელზეც ვისაუბრებთ, რომ რამდენად სწრაფად დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, რამდენად სწრაფად გახდება ჩვენი პროდუქტი უსაფრთხო და ხარისხიანი, რამდენად სწრაფად გააკმაყოფილებს ამ პირობებს, რამდენად სწრაფად შევძლებთ ამ დოკუმენტაციის მოწესრიგებას. აი როდესაც ამ პროცესს გავივლით, მაშინ გავხდებით წევრები. ეს არის ჩვენზე დამოკიდებული. რამდენად სწრაფად გავივლით, სწრაფად გავხდებით. ნელა გავივლით, ნელა გავხდებით. ისე რომ ევროკავშირი არ გვითხოვს არანაირ თარიღს და არც არასდროს არ გვთქვამს ეს თარიღი, რომ ამ დროს გახდებით წევრი. ამ თარიღი დამოკიდებულია აბსოლუტურად ინდივიდუალურად იმ ქვეყნებზე, როდის შეასრულებენ აი ამ გეგმებს. ხმების მიხედვით 751 აუცილებელი უმრავლესობა ჭირდება ევროპარლამენტში. არა, უმრავლესობა ჭირდება 751 ძალიან ბევრი პარლამენტის წევრი ხდება და 751 მაჭირდება და ევროკომისიაში ხმების 2/3 ჭირდება. ანუ კონსენსუსი არ არის, როგორც მაგალითად ნატოში მიღებაზე 28 წევრმავე რომ უნდა გითხრას. ნახოთ ეს რაღაცა ევროკავშირში არის. ანუ უმრავლესობა უნდა დაუხდეს ნება და გავხდეს ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, აი ჩვენ ალბათ გაგიგიათ, რომ ასოცირების ხელშეკრულება ნელ-ნელა შედის ძალაში, იმიტომ რომ ნელ-ნელა მიდის რატიფიცირება ყველა ქვეყნის მიერ, ანუ ასოცირების ხელშეკრულებას რომ მოვაწოდეთ ხელი ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებთან. თუ აი ამ ყველა ქვეყანამ რატიფიკაცია არ გაუკეთა თავიანთ ქვეყნებში 28 ქვეყანამ და პლუს კიდევ ევროპარლამენტმა, ასეთ შემთხვევაში ეს ხელშეკრულება ძალაში არ შედის. თუ ამას ველოდებით, მაგრამ გაწევრიანებისთვის აუცილებელია ის ევროპარლამენტის და აი ამ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, სადაც ხმების უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება. მაგალითად ნიუ-იორკი ხო გავიდა 220 ხო? მაქსიმალური რაოდენობა. რამდენი ხანში უნდა გავიდეს კიდევ ეს რაოდენობა? ყოველწლიურად. ანუ ყოველჯერ ერთი წლის განმავლობაში გვაქვს აი ამ რაოდენობის გატანის საშუალება. მომავალ წელსაც მათ. მინდა გითხრათ, რომ ნიუ-იორკზე აბსოლუტურად მოწყობილება ნამდვილად არ არის ეს ერთი. მეორე საქართველოს ვერ გაიტანს ნიუ-იორკს, იმიტომ რომ თვითონ აკეთებს ნიუ-იორკი, თვითონ შემოაქვს ნიუ-იორკი მეორე. მესამე ყველაზე დაბზანეთ და ესე იგი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ევროკავშირში რაც არის ეს არის ხილი. პირველ ადგილზეა და ხილი დიდი ხანია გადის და გავაკეთებას დიდი რაოდენობით. იცით რომ ღვინის პროდუქტები გადის და ეს სანამ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწოდეთ ისედაც გადის და რა სტანდარტები უკვე აკმაყოფილებენ. უბრალოდ ამ ფილმებს მოეხსნათ აი ეს ტარიფი, აი ეს პროცენტი გადასახადი ევროკავშირში შესწავლე, განუვდა ეს პროცენტი და ამ შეღავათები შეეხოთვა. ისედაც გადიოდა პროდუქცია. და ძალიან დიდი მოთხოვნილება არის თაფლზე. მაგრამ თაფლზე, მაგრამ ჩვენ თაფლზეა პრობლემებსაც მე არ ვიცოდი. ანუ ჩვენი თაფლის მწარმოებლები რაღაც პერიოდში რომ არ გაწდეს ფუტკარი, თმარობა გარკვეულ წამლებს აჭმევენ. ფუტკარს ეს ბუნებრივია და ძალიან ბევრი თაფლის მწარმოებელი იყენებს ანტიბიოტიკს, რაც დაუშვებელია. ეს აისახება თაფლშიც და მე ჩვენს ჯანმრთელობაზე, რასაც ჩვენ შეიძლება ერთ დღეში გავხედავთ, მაგრამ ეს მე მოუყვება აი თაფლის გამოყენებასთან ერთად. აი ევროკავშირის სტანდარტები მაგალითად ანტიბიოტიკის გამოყენება აბსოლუტურად დაკრძალულია თაფლის წარმოებაში და უნდა იქნას შემოტანილი ისეთი ვთქვათ მედიკამენტები და ისეთი საშუალებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ იქნება საშიში ეს ერთი და ის რომ ვთქვათ ქართულმა მწარმოებელმა არ გამოიყენა ანტიბიოტიკი და მაინდა-მაინც გამოიყენა რაც მნიშვნელოვანი იყო და არ არის არც ალერგიული და არც ვთქვათ რაღაცა დაავადების გამოწვევი თაფლი, უნდა შემოგვიდეს ლაბორატორიულად რა თქმა უნდა, ხო? სამწუხაროდ საქართველოს
გაქვთ უკრაინაში ან ლატვიაში, ყველაზე ახლოს ეს არის. ანუ დაგეგმილია პირველ რიგში ის, რომ საქართველოში შეიქმნას ესეთი ლაბორატორია, მეორე ის, რომ თაფლის მწარმოებელს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ყველა აი ამ დაავადებაზე თუ ანტიბიოტიკზე თუ ასე შემდეგ გასინჯოს ეს პროდუქტი. რაც ძალიან ძვირი ჯდება, ანუ თითოეული ანალიზი ჯდება გარკვეული თანხები. ამ შემთხვევაში საჭიროა სახელმწიფო ნაწილობრივ დაფაროს ეს ხარჯები და სახელმწიფო მიიღოს ესეთი პოლიტიკა, რომ დაეღმაროს თაფლის მწარმოებელს, ან იმდენად ძლიერი მწარმოებელი რომ იყოს, რომ თვითონ დაფაროს ეს ხარჯები. ანუ ესეც გარკვეული პრობლემაა. ეს მეორე. და კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს ის, რომ ჩვენი თაფლის მწარმოებლები ამ წარმოშობის სერტიფიკატთან დაკავშირებით სამწუხაროდ არ აქცევენ ყურადღება, სად მოდის ეს თაფლი. დგას ვთქვათ ტყეში, მაგრამ იქ აი ამ წარმოებელს უკვე აღწერილი უნდა ქონდეს იმისთვის, რომ ვთქვათ წარმოშობის სერტიფიკატი აიღოს. რა ხეებია გარშემო, ანუ რისი თაფლია. ევროკავშირი ისე არ შეიძენს იმ თაფლს, თუ არ იცის, რომ რომელი ხეები დგას გარშემო და რისი თაფლია კონკრეტულად. იმას არ აქვს გართულება, ვთქვათ, ნაკრები იყოს, წიწოვანის იყოს, ამის იყოს, მაგრამ რაც აწერია, ზუსტად იმის უნდა იყოს ეს თაფლი და ესეც მოწმდება. ანუ ჩვენი მწარმოებელთვის კიდევ ერთი პრობლემა იქნება ის, რომ ზუსტად იდენტიფიცირება შეძლოს, ვთქვათ, სად არის მოყვანილი ეს თაფლი და რისი თაფლია. ანუ ზოგს აწერია ცაცხვის და შეიძლება ცაცხვიდან აზრის ერთად იყოს. ეს არის დაუშვებელი, ანუ ესეც მოწმდება. ეს ირკვევა ელემენტარულად და მომენტალურად, ამას ელემენტარულად აღარ შეუშვებს ევროკავშირი თავის საქმეში. აბა კიდევ